სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ორგანიზებით კახეთში ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტური მოეწყო. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს 10 საწარმოს, მეღვინეობის, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ქარხნების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ. საწარმოს ხელმძღვანელებმა მათ გიდობა თავად გაუწიეს და უამბეს თუ როგორ განავითარეს საწარმოები შეღავათიანი აგროსესხების საშუალებით. მსგავსი ტურები საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება. ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე მეურნეობა, რამდენიმე ღვინის ქარხანა, რომელიც აბსოლუტურად ხელშეწყობილია ეფექტის ფარგლებში, მათ შეძლეს რომ გადაიარაღებინათ მთლიანად ღვინის მარანი, ახალი აშენებული დაახლოებით 8 მარტო ამ რეგიონში და გადაიარაღება და ასე ვთქვათ, აღდგენა მოხდა დაახლოებით ამავე რაოდენობის ქარხნების. ჩვენ შარშან ვისარგებლეთ შეღავათიანი აგროკრედიტით, ავიღეთ დაახლოებით $1,000,000 ლარი ამ პროგრამის ფარგლებში. რომელიც ახდენს 12% საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. ამ თანხით ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყურძნის გადამამუშავებელი ამ ყვარლის ქარხნის წარმადობა. აშენდება კახეთის რეგიონში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი. ნაგავსაყრელზე მთლიანად მოვახდინეთ ნაგავსაყრელის შეღობა, შიდაგზების მოწყობა, ნარჩენების მთლიანი ფორმირება და გადაფარვა თიხნარი გრუნტით, ასევე მოვიმარაგეთ თიხნარი გრუნტის მარაგი გარკვეული წლების ექსპლუატაციისთვის.